დღეს კაი ამბავი მაქვს. დღეს კი გამეღვიძა 5 საათზე და რომ დავხედე საათს და თან გუშინ გვიან დამიერყა დევიდმა. ზემოთ ასვლა ვერ მოვახერხე დასაძინებლად რაც საათზე. იმიტომ რომ დევიდს მომდო ჭორაობა. ადრე თუ არ დავწე კი აი მაინც ადრე მეღვიძება და არ ვიცი რომელზე უნდა დავწო დასაძინებლად 7 საათზე უნდა დავწო დასაძინებლად მე რომ პირველ საათზე გამეღვიძოთ რა ვქნა. თან გვიან რომ დავწე კი გუშინ და თან რომ გამეღვიძე რომ დავხედე საათს და 5 საათი იყო. მეთქი რა მეშველება დღეს, მაგრამ რაღაცნაირად სასწაულებრივად შევიბრუნე პირველად ამ თვის განმავლობაში და ესე გაღვიძება დაძინებით მეძინე 7 საათამდე. ძალიან ბედნიერი ვარ. ასე რომ დღეს აღარ ვჭირდება 7 ტონა რაღაცის წასმა სახეზე, იმიტომ რომ არ გამოვიყურებით სულიდან რომ შეშუპებული სახე იმდენად აღარ მაქვს. მაინც მაქვს და მაინც მეტი ძილი მჭირდება გრძნობ ქუთუთოებზე როგორ მაწევს ეს ჩემი ძილის ვალი. მაგის იმედზე ვიყავი რომ 6 საათზე მაინც ავდგები მეთქი ყველა ვარიანტში და იქამდე სანამ წავალ მეთქი სიმპოზიუმზე იქამდე 3 საათი მაინც მაქვს თქო. რადგან გვიან გამეღვიძა და ესე ზოზინით ავდექი არ მაქვს ბევრი დრო. 40 წუთში უკვე გარეთ უნდა ვიყო და გავიდე სახლიდან და ჯერ არ ვარ მზად საერთოდ. თან ერთხელ მინდოდა რომ მე რეპეტიცია ეს ჩემი პრეზენტაცია და ფერიც. დღეს არ ვიცი ბოლომდე დავრჩები თუ არა. მომხსენებლები ვინც არიან, კარგი ახალობა თუ პირველ ნაწილში ხარ შენ. ხალხი მაინც ახალი გაღვიძებულია, ყველა ენერგიულად და ყველა გისმენს. ჩემი პრეზენტაცია არის დაგეგმილი როგორც ბოლო პრეზენტაცია ლანჩამდე. მე ვარ ერთადერთი რაღაცა ამ ხალხსა და საჭმელს შორის, რაც არის ყოველთვის ძალიან ცუდი რაღაცა. საერთოდ არავის არ ინტერესებს რა ზოლაპარაკობ. თან მით უმეტეს დიდი პრეზენტაცია მაქვს და თუ გადავაცილე ხარ საერთოდ. გუშინ გადავყევი ვიდეოს მონტაჟს. ვიფიქრე რომ უცებ დავამონტაჟებ მეთქი წინა ვლოგს. რამდენიმე ვიდეო მქონდა დასამატებელი. და რა უნდა ამას ნახევარსაათში გავაკეთებ მეთქი. 3 hours later. მაგის გამო გუშინ ვარჯიში ვეღარ მოვასწარი. იქნება ადრე წამოვიდე დღეს. თან დღეს უნდა მოვიდეს ვიღაცა გოგო რომ ეს ხალიჩა წაიღოს. ჩემი შეილაც აღარ მეყოლება მალე. არ უნდა ამეტვირთა ეს რაღაცები ჯერ. ერთი თვე უნდა ვიცხოვრო აქ კიდე უყველაფრად. ბევრი ყვავილი უნდა ვიყიდო მაშინ რა დავაწყო ესა და შეივსოს რაღაცნაირად. ჩემი თმა თუ გახსოვთ საკმაოდ გრძელი იყო ზაფხულში. ვერაფერს უშვებოდი ამ ჩემ გრძელ თმას და ძალიან დამღალა. და აქ ხოლო სტილისტებს აღარ ვენდობ საერთოდ აღარ მინდა აღარავისთან მისვლა. შევიჭერი მე თვითონ. მე ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული და ამ ჩემ მეგობარს გავასწორებინებითო. მაგრამ მაინც კატასტროფულად მესაჭიროება ახლა პროფესიონალური ჩარევა ამ თმაზე. ვერ გადავწყვიტე წინამო შევიჭრა თუ არა. ხან ვაპირებ რომ მოკლე კარე შევიჭრა და გავასწორებინო საერთოდ. ხან ვფიქრობ ხოლმე რომ ეს წინამო შევიჭრა და წინა ნაწილი ავაჩეხინო საერთოდ კიდე. უკანა ნაწილს აღარ ავიჩეხავ და სიგრძე დავიტოვო. თქვენ რას მირჩევთ? რა ვქნა? წინამო შევიჭრა და წინა ნაწილი ავიჩეხო, სიგრძე დავიტოვო თუ საერთოდ გავისწორო და სადღაც აი ამ სიგრძეზე შევიჭრა ბოლომდე. და თან ვფიქრობდი ხო არ შევიღებო თქო ან ჰაილაითები ხო არ დავიმატო ან რაღაც მელირებას ავით. ძალიან ქერა აღარ გავხდები აღარასდროს, მაგრამ იქნება რაღაცა ესე ზოლები დავიმატო, რომ გამიხალისდეს თმა, თორე ცოტა მომბეზრდა. და მასე იწყება ხოლმე ჩემი თმის ტრაგედიები როგორც წესი და იქამდე მითხარით რა ვქნა, სანამ ჩამოვალ. არ ვიცი გითხარით თუ არა, შვედეთის ვიზაზე ხარ შევიტანე. და ეხლა ჭირდებათ ჩემი ანაბეჭდები და ფოტო. რომელსაც უნდა ჯამში 5 წუთი. რაღაც სადღაც მომიხვიდე, ანაბეჭდები უნდა აგიღონ და ფოტო უნდა გადაგიღონ. საკონსულო ამსტერდამშიც არის და საელჩო კიდე ჰააგაში აქვს. მაგრამ ამას არ აკეთებენ. უნდა ჩახვიდე ევროპის მასშტაბით, ან პარიზში, ან ბერლინში, ან შვედეთში უნდა ჩახვიდე მაგისტრის. გადავწყვიტე რა ისევ პარიზში ჩავიდე, აღარ შემიძლია ეს ვიზები. აი, მართლა დამხავა ვიზის აპლიკაციებმა. რამდენჯერ ყველა ქვეყანაში აღარ შემიძლია. თქვენახევარი გავიდა უკვე ეს დავიდი არ მიიღოს. დავიდი ჩამოვა, შევხვდებით მან რამდენიმე დღე, მე უკან წამოვალ და დავიდი შვედეთში გაფრინდება. ან რაღაცები უნდა წავუყოთ ან აქედან მისწავლებაც ვერ მოახერხა. აღდგომის დასვენებები რო უწევს, აღდგომაზე ჩამოდის აქ, რომ დამეხმაროს, რომ რაც დაგვრჩა, ეს რაღაცები ყუთებით გავაგზავნოთ შვედეთში. ნაწილ რაღაცებს ჩემოდნებით წაიღებს და იმის მიხედვით მე რა დამრჩება აქ. მე საქართველოში უნდა გამოვფრინდე აპრილის ბოლოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ჩავატევ ამ ჩემოდანში. და მაისში მე უკვე აღარ ვიცი რა ხდება. დამოკიდებულია კონფერენციებზე,
რამეზე მომიწევს თუ არა დასწრება, რამე შეხვედრა იქნება თუ არა და ან პირდაპირ შვედეთში წავალ საქართველოდან, ან ჯერ აქ ჩამოვალ რაღაცებს რომ დავესწრო და მერე წავალ შვედეთში. იქ ახალ სამსახურს ივლისში ვიწყებ. შემდეგი 2 თვე ასე თუ ისე ვიცი რა ხდება, მაგრამ მაისის ბოლო ივნისი წარმოდგენა აღარ მაქვს უკვე. We'll figure it out. There's a road, I know I must go. Even though I tell myself that one is closed. Listen, only saber, you've been on that too long. Oh, too long. ძალიან მაგვიანდება. ისევ ადრე გაგვიძებეჭობდა დღეს მე მგონი. გადავწყვიტე რომ ერთხელ გამევლო ეს პრეზენტაცია და მომეყოლა, მაინტერესებდა რამდენი ხანი დამჭირდებოდა და ძალიან შევხევი და 1.5 საათი მაგან დამაკარგინე კიდე. სხვა პიჯაკის ჩაცმას ვაპირებდი და კიდე უკვე ეს კურთუკი ჩავიცვი. Intermediaries like press officers, plus an entire solution set called here a Frito Frame. It's a On the right side, you can see how it looks. So if you sum that up and just calculate one value, global value per protein. ამჯერად 15 წუთში რაღაცნაირად სასწაულებრივად ჩავედი თუ წავედი ახლა სახლისკენ. მეორე ნაწილს აღარ ვესწრები. გავაგრძელებ მუშაობას. საქმეც მოვასწრო დღეს. თორე აქ თუ დავრჩი, მივალ სახლში ძალიან დაღლილი და აღარაფრის თავი აღარ მექნება მერე. ჩემი ხალი ჩაწაიღეს და სცენარების დასადგამი რომ მქონდა სამნაწილიანი ეგ. და ამ გოგო მითხრა რომ ახლა სახლში გადავდივარო და არ ვიციო რამდენი ადგილი მექნებაო და ეს 2 პატარა მაგიდა რომ აქვს, მაგაზე მოვიფიქრებ და შაბათს წავიღებ თუ დაეტევაო და იმასაც წავიღებო. და გავზომაო. აგაშენა ღმერთმა მეთქი. წაიღე ყველაფერი მეც წამიღეთ. აი მე ხამ დავდგე და ვივარჯიშო. ეხა მეორე პრეზენტაციაზე მომწერა ჩემმა ხელმძღვანელმა რომ კიდეო, ანუ ბევრი მოვიდეო ჩემთან და მითხრეს რომ როგორი კარგი პრეზენტაცია იყო და ძალიან კარგად ჩაიარავ. ეხა მეორეზე ძალიან კმაყოფილი იყო, ანუ პირველზე არ იყო დარწმუნებული, იმიტომ რომ განაის მითხრა რომ ცუდი პრეზენტაცია იყო, უბრალოდ ვერ გაიგებდნენ რა, თავიდან ეგეც შაბერწილება დარჩა და მე რა უთხრეს რომ ძალიან მოგვეწონაო და რაღაცა, მე დარწმუნდა რომ ანუ სხვებმაც გაიგეს და ეხლა დღეს იმდენი გადავაკეთე და იმდენად ფრთხილად ვიყავი რომ რთული სიტყვები არ მეთქვა ბიოლოგიურ ნაწილში რომ მე მგონი გამოვიდა და ეხლა დღეს უკვე ფიდბექის გარეშე კმაყოფილი იყო ჩემი ხელმძღვანელი. ეხლა კიდე პლუს უთხრეს ვიღაცამ მომწერა ეხლა და მეთქი 2 down 1 more to go რომელიც არის 1 საათიანი. 1 საათი უნდა ვილაპარაკო. ოღონდ ეხა ეს კომპიუტერული მეცნიერებების ხალხი არ არის, ეხა ბიოლოგები მყავს და ბიოლოგებს უნდა ავუხსნა ბიოლოგიური ნაწილი ღრმად და კომპიუტერული ნაწილი უნდა ავუხსნა როგორც სკოლის პირველ-მეორე კლასელს ისე. ხალი ჩარო წაიღეს ეხლა ეს სიმყუდროვე და ის სიყვარული ამ სახლს რაც ქონდა მოისპო. ეს მაინც დამრჩა, ამას არავის არ გავატან.
დღეს მე და ჩემი თანამშრომლები მივდივართ საბერნად. ერთმანეთს წერა interval training მაქო 6.5 კილომეტრი. მეორემ კიდე 12-13 კილომეტრის სირბილი მინდაო. არც ინტერვალური სირბილი არ მინდა დღეს და არც 12 და 13 კილომეტრის სირბილი არ მინდა. შეიძლება რაღაცა ნაწილი გავყვე 5-6 კილომეტრი. მე წამოვა უკან. იმიტომ რომ დღესაც ისევ გამეღვიძა 4 საათზე და ვეღარ შევიბრუნე. არ ვარ კარგად გამოწნებული და დასვენებული. არ მგონია რომ შევცვლო 12 კილომეტრის სირბილი და მე კიდე ველოსიპედის სახლში უკან წასვლა. კაცი შვილის ჭაჭანება არა უნივერსიტეტში. ჯერ კიდე არ ვარ მიჩვეული, ჩემი სახელის წინ DR რო წერია. ამ დილას ისევ გამეღვიძა 5:30-ზე. ერთი შეხვედრა მოვასწარი უკვე. მე ძალიან ცივა დღეს. თან სახლში ხალიჩარო აღარ მაქვს. რაღაცნაირად სიმყუდროვე დაეკარგა და უფრო მცივა სახლში ხალიჩაროც არა და მარტო მე ვარ ეგრე. მე იცით რა მაინტერესებს. ძალიან არ მიყვარს სიტყვა ქმარი. არც ქართულში და არც ინგლისურში. ქართველებიც და უცხოელებიც მაშინვე ტრიგერდებიან, როცა ჩემს ქმარს არ დავუძახებ და დავუძახებ სხვა რამეს. რომ შენ შეყვარებული არაა, შენი ქმარია. არ შეიძლება რომ ჩემი ქმარი ჩემი შეყვარებული იყოს. ძალიან დიდი ბოდიში. რატო ნერვიულობენ სხვები იმაზე თუ მე რას დავუძახებ ჩემს ქმარს? შეგიძლიათ ვინმე რომ ამიხსნათ? ძალით აღარ ვეძახი ქმარს და სულ სხვადასხვა რაღაცას ვეძახი, რომ ხალხს ნერვები აუშალო. ტიპიურად რა თქმა უნდა ყველა დრინკებზე დარჩა და მე გამოვიქეცი ახლა გამოვასწარი. მაგრამ მაინც გამომიჭირეს რამდენჯერმე. სამკერთ საჩუქარი მივიღე. აი ამას ხო ხედავთ. აი ზუსტად ეგრე ვარ ახლა მეც. Same. ისეთი დაღლილი ვიყავი სახლში რომ მოვედი. ჩემებს ვალაპარაკე. Severance-ის მე-9 სერიას ვუყურე.
20 წუთი ვივარჯიშა, ვიბანავე და დავწექი დასაძინებლად. დღეს გამეღვიძა 4:30-ზე. რეკორდი მოუხსანი მე მგონი. ვეღარ დავიძინე 4:30-ის მერე. აბდაკი ვკითხულობდი სალირუნის ვიდეოები ავტვირთე გამოვაქვეყნე ყველგან, რაც არ დამეზარა. ეხლა მივდივარ ყავის საყიდლად. ყავა ჯერ კიდე მაქვს სახლში. წინა კვირას ვიყიდე მე მგონი, მაგრამ ამ ჩემი უძილობის გამო უმჯობესია გადავიდე უკოფეინო ყავაზე. ერთი უკოფეინო ხსნადი მაქვს, მაგრამ ხსნად ყავას ვეღარ ვსვამ, საშინელი გემო აქვს. გადავწყვიტე რომ ისევ დავაფქვევინო მარცვლები უკოფეინოსი და შევურიო. და იმაზე ცოტა კოფეინი დავლიო კიდევ, რასაც ვსვავ. მარტო დილით ვსვავ ყავას, მე აღარ ვსვავ ხოლმე და მაინც არ მძინავს და იქნება საერთოდ რომ მოვიღო კოფეინი ცოტა მომეხსნას. შეღავათი მქონდეს, ვნახოთ, თან ცოტას გავისეირნებ. მურაკამის ახალი წიგნი გადმოვწერე. უცნაური ბიბლიოთეკა ქვია. Nextory-დან BookBeats-ზე გადავედი, იმიტომ რომ Nextory-მ ნერვები მომიშალა ადრე. ლიმიტი ამომეწურა საათების და მილიონი წიგნი მქონდა გადმოწერილი და ვეღარ მოვუსმინე. ახლა გადავედი ახლა BookBeats-ზე. მაგას ჩავრთავ ახლა, მოვუსმენ, თან ყავას ვიყიდი და მე არ ვიცი რას ვიზამ. 12 საათიც არ არის. და უკვე დავიღალე, უკვე მეძინება. რატო წუწუნებ ამდენს? არაფერია საწუწუნო ჩემს ცხოვრებაში ამჯერად.